მოგესალმებით. ნახოთ დღეს ვის ენატრებით. ესეთი პატარა გასვლა ვის ენატრებით. ვინ არის ის ვისაც ენატრებით? ეს არის ადამიანი, რომელიც რატომღაც სულ სადღაც მიდის და ცდილობს რომ დაიპყროს დედამიწა. რატომღაც აქვს ესეთი მომენტი, როდესაც ადამიანს სულ რაღაც არ ყოფნის. სულ არის ისეთ განცდებში, რომ აკლია მის ენერგიას, მის სულს, მის გონებას, რაღაც პატარა ნიუანსი, ხო? როდესაც ადამიანი სულ ყოველთვის რატომღაც უკმაყოფილო არის იმის, რაც აქვს. ვის ენატრებით? ხო, ადამიანი, რომელიც სულ რაღაცაზე ოცნებობს, სულ რაღაცნაირად თვლის, რომ რასაც სამყარო უგზავნის ამ ადამიანს, ეს მისი არ არის. ანუ პირიქით, რაც არ უნდა კარგი გაუკეთოს სამყარომ ადამიანებმა, ყოველთვის ადამიანი რატომღაც სულ ითხოვს, რომ უფრო მეტი და მეტი მიიღოს, ხო? ეს ადამიანი შესაძლებელია ახლა ამ ეტაპზე თქვენს გვერდით არ იყოს ფიზიკურადაც, ეს ადამიანი იყოს თქვენთან შორს. ადამიანი ახლა ამ ეტაპზე არის გადართული, ესე ვიტყოდი, კონკრეტულად მის საქმიანობაზე, მის მატერიალურ კეთილდღეობაზე და სხვათა შორის მე ესე გეტყვით, რომ ეს ადამიანი შესაძლებელია, რომ არ ვიცი, ვიღაცის შეიძლება სამკუთხედის მომენტიც იყოს, ადამიანი ხა არ არის თქვენთან, მაგრამ მას ყავდეს სხვა სტაბილური ურთიერთობა და ერთ ვიტყვი კიდევ, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც არის ძალიან მანიპულატორი და მანიპულატორი რა კუთხით იცით, რომ იმდენად უყვარს, როდესაც თვითონ არის ეპიცენტრში ყველა სიტუაციის, ყველა მდგომარეობის, რომ ხანდახან შეიძლება ითქვას, რომ ვეღარც კი ხვდება, რომ მის გარშემო შესაძლებელია იყვნენ ისეთი ადამიანები, რომელსაც ძალიან უყვართ, რომელიც ჩადებენ ამ ადამიანში რესურსს, პატივცემენ და იცით როგორ არის, რატომღაც თვლის, რომ ის ბედისაჩუქარი არის, ვისთანაც არ უნდა იყოს, ხო? რაღაცა ეს მომენტი არის. თუმცა მე ერთს გეტყვით, რომ რაღაც მომენტში შეიძლება თავს არ აღიარებდეს, მაგრამ დარწმუნებული იმაში, რომ ბევრად ჯობი ხართ თქვენი სულიერი მდგომარეობით, თქვენი ენერგიებით, ისე რომ ესეთი ადამიანია.